კიევში მყოფი ლინცი გრემი უკრაინას მობილიზაციის კანონის მიღებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ვაშინგტონ პოსტი წერს. სენატორმა უკრაინელ კანონმდებლებს მოუწოდა სასწრაფოდ მიიღონ მობილიზაციის კანონ პროექტი, რომელიც მეტ მოქალაქეს მისცემს ჯარში გაწვევის უფლებას და ეჭქვეშ დააყენა 27 წელს ქვემოთ მამაკაცების ჯარში გაწვევისგან გათავისუფლება. პროექტთან დაკავშირებით თავისი რეკომენდაციების მიცემისას გრემმა, რომელიც ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა, ვერ მისცა სრულფასოვანი გარანტიები დახმარების პაკეტის შესახებ. ამის ნაცვლად მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის იყო ოპტიმისტი, ვიდრე აქამდე ყოფილა. უკრაინის ახალი კანონი მობილიზაციის შესახებ, რომელიც თვეების განმავლობაში განიხილებოდა იმის გამო, რომ ქვეყანა საბრძოლო მზადყოფნის მკვეთრი დეფიციტის წინაშე დგას, ის თავაზობს ქვეყანაში გაწვევის ასაკის შემცირებას 25 წლამდე. იმედი მაქვს, ვისაც უკრაინის ჯარში მსახურების უფლება აქვს, მას შეუერთდება. არ მჯერა იმის, რომ ეს არის 27 წლის ასაკში. შენ იბრძვის სიცოცხლისთვის, ამიტომ შენ უნდა ემსახურო არა 27 წლიდან, არამედ 25-დან. ჩვენ გვჭირდება მეტი ადამიანი, განაცხადა გრემმა. ასევე ვაშინგტონ პოსტი მანამდე წერდა, რომ უკრაინის სოფლებში არ დარჩნენ მამაკაცები. გამოცემის ცნობით, იქ მცხოვრები მამაკაცები მობილიზებული იქნენ, ნაწილი კი ემიგრაციაში წავიდა. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის თანამშრომლები დარჩენილების მოსაძებნად დადიან, თითქმის სარეალ ქუჩებში. უკრაინას სჭირდება მეტი ჯარისკაცი, მაგრამ მათი ძალები მცირდება სიკვდილით, დაზიანებით ან დაღლილობის გამო, წერს გამოცემა. უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა სერგეი ბესკრეტნოვმა კი განაცხადა, რომ 4 თვეში რუსეთს ექნება საკმარისი დრონები ფრონტზე უკრაინელ ჯარისკაცებზე თავდასხმისთვის. მისი თქმით, არსებობს 90% იმის ალბათობა, რომ ყველა დაიღუპება, იმიტომ რომ მსგავსი დრონების წინააღმდეგ ღია ველში შეუძლებელია გადარჩენა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დასავლური ქვეყნები მეხსიერების დაკარგვაში დაადანაშაულა ქვეყანაში არჩევნების ჩატარების მოწოდების შემდეგ. ამის შესახებ Financial Times წერს. ასე სწრაფად გადაწყვიტეთ უარითქოთ ისრაელის ჰამასის მონსტრებისგან დაცვის უფლებაზე და ასე სწრაფად დაკარგეთ სინდისი, თქვა ნეთანიაჰუმ. როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცრუ ბრალდებებს უყენებს ისრაელის არმიას, მთავრობას და ისრაელის ხელმძღვანელობას. ისინი ცდილობენ არჩევნების ჩატარებას გაცხარებულ ომში. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ იციან არჩევნები ომში აჩერებს და ქვეყნის 6 თვით პარალიზებას მოახდენს, თქვა ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ვაშინგტონ პოსტი წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აღარ განიხილავს ნეთანიაჰუს როგორც პროდუქტიულ პარტნიორს, რომელზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს და ახლა მათი ურთიერთობა გაწყვეტის პირასაა. მედიის ცნობით, ტაივანის არმიის პატრიოტის საზენიტო სარაკეტო სისტემები ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონში განლაგდა როგორც გაზრდილი სამხედრო მზადყოფნის ნაწილი ჩინეთის დარტყმის მოსაგერიებლად. ასევე შეინიშნება სამხედრო ტექნიკის მოძრაობა, მათ შორის ტანკების და თვითმავალი საარტილერიო დანაყოფების. ასევე მედიის ცნობით, ტაივანის სასაზღვრო კუნძულებზე განლაგებულია ამერიკის არმიის სპეცრაზმი, რომელიც გაწვრთნის ტაივანის სამხედრო ძალებს კუნძულის დასაცავად. კერძოდ, ამერიკის ჯარები განლაგდება გარნიზონებში კირმენის არქიპელაგის კუნძულებზე, ჩინეთის სანაპიროდან სულ რაღაც 10 კილომეტრის დაშორებით. ამრიგად, ჩინეთსა და ამერიკელს შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროაქტივის ვებგვერდზე დაწერა, რომ თუ მშვიდობა გვინდა, ომისთვის უნდა მოვემზადოთ. როგორც შარლ მიშელი წერს, ევროკავშირმა თავისი ეკონომიკა საომარ რელსებზე უნდა გადაიყვანოს. მისი თქმით, ომის 2 წლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ რუსეთი უკრაინაში არ გაჩერდებოდა ისევე, როგორც 10 წლის წინ ყირიმში არ გაჩერებულა. ასევე მან აღნიშნა, რომ რუსეთი სერიოზულ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ევროპის კონტინენტისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის. თუ აუცილებელ პასუხს არ მოვამზადებთ და უკრაინას საკმარის დახმარებას არ აღმოუჩენთ, შემდეგი ჩვენ ვიქნებით, აღნიშნა შარლ მიშელმა. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზას სექტორში სულ მცირე 31819 პალესტინელი დაიღუპა, 73934 კი დაშავდა.
ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორში ჰამასის 13,000 წევრი ჰყავთ ლიკვიდირებული, დაახლოებით 1000 კი ისრაელის ტერიტორიაზე იქნა ლიკვიდირებული მას შემდეგ, რაც ჰამასმა მათი ქვეყნის საზღვარი გადალახა. შეგახსენებთ, რომ ღაზაში 4 თვეში იმაზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა, ვიდრე მსოფლიო კონფლიქტებს 4 წლის განმავლობაში. პარიზში ომის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში გაგზავნიდა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ მაკრონ შენი ომი ჩვენ არაფერში არ გვჭირდება. მსგავსი აქცია გაიმართა ბერლინშიც. აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ პლაკატი წარწერით ჩვენ არ გვეშინია პუტინის, ჩვენ გვეშინია თქვენი. გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა და ადიდასმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის თეთრი და ვარდისფერი ფორმა წარადგინა. თეთრი ფერის ფორმა შექმნილია გერმანული ტრადიციების თანამედროვე ასახვისთვის, ხოლო ახალი ვარდისფერი ფორმა მიზნად ისახავს წარმოაჩინოს გერმანული ფეხბურთის ახალი თაობა და ქვეყნის მრავალფეროვნება. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ გერმანელებმა დაიწყეს ბრძოლა თავისი ქვეყნის მთავარ პრობლემასთან, ნაკრების ფორმის ფერთან დაკავშირებით. ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მისი ლიბერალი მეგობრები რესპუბლიკელების მხარეს გადავიდნენ.